საარჩევნო კანონმდებლობის მორიგი დარღვევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სლოგანი ოზურგეთის მე-60-ზე საარჩევნო უბანზეა გამოკრული. კომისიის წევრები პასუხისმგებლობას იხსნიან და საარჩევნო პლაკატის გაკვრას ბავშვებს აბრალებენ. იურისტები კი ფაქტს სამართალდარღვევად აფასებენ და კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სოციალური მომსახურების გურიის საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელი ივანე გოგოლაშვილი საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოსტერის გაკვრას პროვოკაციას უწოდებს. დასაბამი ჩვენებები აქ ისეთი ძირფასი ნივთები რაც არის და ჩვენი სამუშაო დოკუმენტაციის გაგვაქვთ და ლატარებთ და აქციებში ეხება ვენდობით იმდენად რომ სიები გაკრული იყოს კედელზე. მე მგონი მაგ პრობლემა არ არის. კომისიის წევრები კითხვაზე პასუხისგაცემას თავს არიდებენ და ვარაუდობენ, რომ სლოგანი ბავშვებმა გააკრეს. ასევე არ პასუხობენ კითხვას თუ როგორ შეაღწიეს უცხოპირებმა საარჩევნო უბანზე ღამის საათებში. ბავშვებმა დაახოდა და ვიღუდა. მე-60 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან ამის გამო კომისიის ყველა წევრს ახსნა განმარტების დაწერა მოსთხოვა. სამართლებრივი კომისიის წევრ დააწერინე ახსნა განმარტება და შესაბამისად გააკეთა რეაგირება. ამ წუთას მე ვიცი, რომ იქ არანაირი პლაკატი არ არის გამოკრული. იურისტის თქმით, ამ შემთხვევაში კანონი კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და პირის 2,000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული არის უზრუნველყოს უბანში თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ფუნქციები და როდესაც ასეთი სლოგანი გამოიკრება რომელიმე პარტიის ივარაუდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გასცა თანხმობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მანაც არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა სააგიტაციო მასალის გავრცელებაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობით ისჯება 2,000 ლარიანი ჯარიმით. ჩაქროს თუ არა საოლქო კომისია აგიტაციად მე-60 საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოკრულ სლოგანს და ცნობენ თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კომისიის თავმჯდომარეს ამ დღეებში გახდება ცნობილი.